ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. გალერეა ჰობში მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად ის თბილისში მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში მდებარეობს, გაიხსნა ახალგაზრდა მხატვრის მედია გურგენიძის მეორე პერსონალური გამოფენა. ეს არის ნამდვილი ხელოვანი ადამიანი, რომელსაც სჭირდება ხელშეწყობა, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა, როგორც გალერისტების, ასევე არბალთ ჩვენი საზოგადოების. წარმოდგენილი იყო 50 ნამუშევარი, მათ შორის გრაფიკა, აკვარელი, შერეული ტექნიკით შექმნილი ტილოები, რომლებიც მხატვარმა ბოლო 6 წლის განმავლობაში დახატა. რაც შეეხება თავად მედიას, მან სულ ახლახანს დაამთავრა სამხატვრო აკადემია და როგორც გავიგეთ, საკმაოდ სერიოზულად აინტერესებს მულტიპლიკაცია. მისი პირველი პერსონალური გამოფენა ძველ გალერეაში მოეწყო. პირველი გამოფენა იყო ძალიან საინტერესო, არის აქ რაღაც ნამუშევრები ნაწილი ჩვენი პირველი გამოფენიდან და აი მაშინ უკვე პირველ გამოფენაზე აშკარა იყო, რომ მედია დაბადებულია იმისთვის, რომ წიგნები გააფორმოს, ნაწარმოებები გააფორმოს. შესანიშნავი ილუსტრატორი იქნება, თანაც გარკვეული ტიპის ესეთ ფანტასტიკური ზღაპრული ლიტერატურის. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გალერეა ჰობში პარალელურად მიმდინარეობდა ცნობილი ქართველი მხატვრის ედმუნდ კალანდაძის პერსონალური გამოფენაც. და როგორც გალერეის დირექტორმა ვანდა მუჯერმა გითხრა, მათი მიზანია ცნობილი მხატვრების პარალელურად საზოგადოებას ახალი სახეების გააცნოს. ამჯერად სწორედ ეს შემთხვევა იყო. რაც შეეხება მანანა გურგენიძის ნამუშევრებს, მათ ასეთი კომენტარი გაუკეთდა. რა ახასიათებს მის ნამუშევრებს? სიღრმე, აი ხაეროვნება, მიუხედავად იმისა, რომ დეკორატიული მოტივი ძალიან ჭარბობს მის ნამუშევრებში და თითქოს ერთი შეხედვით გადატვირთული ეგონება ადამიანს, სიმსუბუქეს ნამუშევარი არ კარგავს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა უნივერსში ალბათ პირველად საქართველოში მოეწყო საკმაოდ უცნაური გამოფენა. უცნაურობა თავად ფოტოების მასალაში მდგომარეობს, რომლებიც საკმაოდ ცნობილმა ფოტოგრაფმა ქალმა ირინა აბჟანდაძემ ორიგინალურად ასახა პირზე. ეს არის გვამური მასალა, ეს არის ქირურგიული მასალა და კლინიკური მასალა შემოსასვლელში. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, განმარტავთ. ამ ფოტოებზე ასახული ადამიანის თვალი, ღვიძლი, გული და სხვა შინაგანი ორგანოები. ხოლო იმისათვის, რომ ამ ყველაფერს საზოგადოებაში გაღიზიანება არ გამოეწვია, ფოტოგრაფმა ასეთი რამ გადაწყვიტა. ასტრონომიული ტექსტები დავადე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცნაირად შემემსუბუქებია გამოსახულების სიმძაფრე. იმიტომ რომ ორგანო გადაღებული რეალური ტექსტით არის ძალიან მძიმე სახილველი. და როცა ასტრონომიას რაღაცნაირად ვათვალიერებდი, მივხვდი კიდევ ერთხელ დავწმუნდი სამყაროს მატერიალურ ერთიანობაში. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები თავისი ანატომიური სიშიშვლით ცოტა თვალსაც ჭრიდა, თურმე გამოფენას ესთეტიურობის გარდა სხვა საკმაოდ სერიოზული ფუნქციებიც ჰქონდა. რატომაც დაიწყე ეს ყველაფერი? არის პროტესტი ერთგვარი, აი ამ ბედაცე ჰეპატიტების მკურნალობა შინაური წამლებით. აი იქ კლინიკური მასალა რაც არის, ის ყველარი იყვნენ გართულებული ამ შინაური წამლების მიღების შედეგად. მედიცინა არის ჩემი ბავშვობის განუხორციელებელი ვნება, ესე ვთქვათ. და სულ როცა ატლას ვათვალიერებდი, სამედიცინო ატლას საოცარი ანალოგიები აღმოვაჩინე ანატომიურ ორგანოებსა და რკინაბეტონის არმატურებს შორის. და ესე განვითარდა ზუსტად ეს პირველი ნამუშევრები, რასაც ხედავთ აი პირველ დარბაზში.